წარმოუდგენელად ძნელია იმის წარმოდგენა ჩვენ რა პერიოდში მოგვიწიათ, ანუ არ შეუულიათ ბავშვებს დღევანდელი ბავშვების, ანუ აი რომ ეუნები რომ ეხლა დღეს ერთი წუთით რომ ტელეფონი გამოგართვა, ან ინტერნეტი გაგითიშო, ან ერთადერთი რაც იყო კარგი, იყო თავისუფალი ტრანსპორტი. 7 წუთში მივდიოდი დინამოს ბაზარზე და ავაზაზე დავდიოდი ტროლეიბუსით, მაქსიმუმ 25 წუთში ვიყავით იქ. აი ამას ის სიცარიელე ის ხო, აი ის იყო ალბათ აი ყველაზე კარგი გასახსენებელი და ნუ ის რაღაცა უშფოთველი ერქვა, იმიტომ რომ არაფერი იმის იქით კარგი რა ხდებოდა არ ქონა ნანახი, ხო? რა თქვათ მე საბოლოო ჯამში მივხვდით რა იყო კარგი და რა იყო ცუდი, იმის დროს ის იყო კარგი და ესე ერქვა რომ უნდა გეიარო ამ მანქანით, ეს არის ყველაზე კაი მანქანა, ეს არის ყველაზე კაი დასაცმელი თუ ეს არის ყველაზე კარგი გზა. ან თვითვრინავი რა ვიცი და ერთხელ რომ ავსტრიის ტიროლთან თამაშის დროს ტუას 50 რაღაცა არ დასვა ავსტრიის გაგვიშვა სადღაც გადასაკარგავში და იქედან მე 9 საათი იმამდე ვიარეთ ტიროლამდე და მეორე დღეს ვითამაშეთ თამაში, მანდ მივხვდი რომ თურმე ეს თვითვრინავი არ არის ის თვითვრინავი, რითაც უნდა იფრინოს კაცმა რა. ხო და ესეთი რაღაცის ახლა ამათვის წარმოდგენა ძალიან რთულია რა, ძალიან მარტივად აქვთ ბევრი რამ ახლა საბედნიეროდ ჩემ შვილებს რაღაცა ესეთი კონკრეტული პრობლემა არ შეხვედრიათ და ერთი მხრივ ის კარგია, მეორე მხრივ ცუდია, რომ აი რაოდის შეხვდებათ რამე პრობლემა, როგორ შეძლებენ თქვათ ამის გადალახვას რა და ნუ ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, ცოდნა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ნიშნავს იმას თუ შენ ეცოდინება რაღაცა იმ დონეზე შენი პროფესია იქნება თუ ზოგადად რაღაცა ძალიან მარტივად მოერევი იმ პრობლემას თუ არ გეცოდინება ვერ მოერევი დღეს უკვე ყველაფერი დასწრებაზეა ისედაც ყოველთვის ეგრე იყო დღეს კიდე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით და ეხლა დღევანდელ ფეხბურთს და დღევანდელ სპორტსმენს ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის რომ დროის შეგრძნება როცა პატარა ხარ არა გაქვს გონია რომ ეს დღე არასოდეს არ დადგება აგერ 39 წლის ასაკში დადგა გიორგი ლორიას ეროვნული ნაკრებიდან და როგორი ემოცii და როგორი აი ხა მეტი რამდენი ხანი უნდა ითამაშო ხო 40 წელის არის კაცი და ჯერ კიდე ფეხბურთს თამაშობს მაგას აღარა აქვს მნიშვნელობა კარგად თამაშობ თუ უკვე ნელა როგორც არ, მაგრამ ნუ ამ მისი ამხელა ამ სიგზე ანუ მე რა უნდა თქვა 29 წლის დავანებე ფეხბურთზე თავში როგორი ის მქონდა როგორ არ მყოფნი და არაფერი და დღესაც ვერ ვთამაშობ გასართობად ანუ ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ არ გადადონ ხვალინდელ დღეზე არც ერთი დღე არ გადადონ იმიტომ რომ ისე მალე მოდის ეს ერთადერთი სპორტია ესეთი რამ, როცა შენ უკვე ყველაფერს იგებ, ყველაფერის ცოდნა გაქვს, ყველაფრის გამოცდილება გაქვს, ანუ უბრალოდ ყველაფრის არა გაქვს, მაგრამ გემატება, გამოცდილება, ცოდნა, დაღვინება, ყველაფერი, ჯანი და მე გეუნებიან როცა შენი დრო წადის სახში, ანუ არც ერთ სხვა პროფესიის ადამიანს, ეს ექიმია, იურისტია, მხატვარია, მსახიობია, მომღერალია, ანუ რაც მეტი გამოცდილება აქვს, რაც მეტი ნამუშევარი აქვს, მით უფრო ძვირდება მისი ცოდნაც, ექიმია თუ რაც არის და არქიტექტორი და რავი, ნუ რაც გინდა, ხო? და ერთადერთი ეს სპორტია, როცა შენ უკვე ფიქრობ, რომ ვა, რა ყველაფერი კარგად ვიცი და ეხლა გეუბნები, იცი, მაგრამ ეხლა გადადი ეგერ გვერდზე და ჯექის კამზე, ხო? და აი ეს დრო არ უნდა დაკარგონ